ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის ურთიერთობებში მორიგი სატელეფონო ზარის დრო დადგა. უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტმა მოსკოვს შეუთვალა, რომ საუბარი სურს. კრემლში ზარს ყურადღებით ეელიან, თუმცა ამჯობინებენ ამაზე ბევრი არ ისაუბრონ, რადგან ამერიკის კეთილგანწყობაში ცვლილებები მათთვისაც საგრძნობია. ეს საუბარი მნიშვნელოვანი იქნება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებს. და არა მხოლოდ ამას. თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკვე დიდი ხანია მოთმინებით ელის რუსეთის პასუხს ერთვიან ზავზე. თუმცა კის ან არას ნაცვლად ვაშინგტონი მოსკოვისგან დროის გაჭიანურებასა და ფუჭ დაპირებებს იღებს. სწორედ ამიტომ ბლუმბერგი წერს, რომ ამერიკამ ევროპელ ლიდერებთან შეთანხმებით უკვე შეიმუშავა მოსკოვისთვის გამანადგურებელი სასანქციო პაკეტი. საუბარია 500%-იანი ტარიფების დაწესებაზე ამერიკის იმპორტიორ იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისგან ნავთობსა და ბუნებრივ აირს შეიძენენ. ეს ვარიანტი მაგიდაზე თავიდანვე იდო. იმ შემთხვევისთვის, თუ მოსკოვის დათმობებამდე მიყვანა გაჭირდებოდა. შესაბამისი პროცესები კაპიტოლიუმშიც დაძრულია. ამასთან საჯაროდ დონალდ ტრამპი ჯერჯერობით რიტორიკას არ ცვლის. ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარის მთავარი საკითხი იმ სისხლის ზღვის შეჩერებაა, რომელსაც საშუალოდ 5,000-ზე მეტი რუსი და უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე ეწირება. ასევე ვისაუბრებთ ვაჭრობაზე. ამის შემდეგ დაველაპარაკები პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან და მასთან ერთად ნატოს სხვადასხვა წევრს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულებთ ომს, რომელიც არასოდეს უნდა დაწყებულიყო. უფალმა დაგლოცოს. ბოლო შეხვედრისგან განსხვავებით, უკრაინის პრეზიდენტისა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე ღიმილიც იყო და პოზიტიური შეფასებების. ჯეიდი ვენსა და ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სიტყვის გაცვლის საშუალება რომში ახალი პაპის ინაუგურაციაზე მოხერხდა. იქ მხარეებმა სწორედ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობებზე და იმ ალტერნატიულ ნაბიჯებზე ისაუბრეს, რომლებიც ამის მისაღწევად უნდა გადაიდგას. საუბრის დროს განვიხილეთ სტამბოლის მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გამოგზავნა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების მანდატი არ გააჩნიათ. დავარწმუნე ამერიკული მხარე იმაში, რომ უკრაინა მზადაა რეალური დიპლომატიისთვის. ხაზი გავუსვი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე. შევეხეთ რუსეთისთვის სანქციების დაწესების საჭიროებას. რუსეთზე ზეწოლა საჭიროა, რათა მათ ომი შეაჩერონ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ უკრაინაში არასაჭირო სისხლის ზღვის დასრულების მიზანს. განვიხილეთ განახლებული ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე. დასავლურ მედიაში წერენ, რომ პუტინის გეგმებში არა ომის დასრულება, არამედ წლის ბოლომდე 4 უკრაინულ რეგიონზე კონტროლის დამყარებაა. საუბარია დონეცკზე, ლუჰანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე. ასეთი დაშვება მარტივი წარმოსადგენია ევროპელი ლიდერებისთვის, რომლებსაც პუტინის სამშვიდობო განწყობების დიდი ხანია აღარ სჯერათ. ისინი ამერიკელ პარტნიორებს საღია აზრისკენ მოუწოდებენ. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს. ვიცი, რამდენად აქტიურად ხართ ჩართული ამ ომის დასრულებაში და ამისთვის მადლობას გიხდით. ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინ წავწიოთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირა ამ მხრივ გადამწყვეტი იქნება. გარდამტეხი მომენტი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში თუ მორიგი ეპიზოდი ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაგეგმილი სატელეფონო ზარის შემდეგ საკითხის ირგვლივ მეტი სიცხადე გაჩნდება. პუტინთან საუბრამდე კი ოვალური კაბინეტიდან ზარები დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის დედაქალაქებმა მიიღეს.